მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მეხუთე სეზონის მეექვსე სერია, რომლის სათაურიც შენ არ მინახავს, იმიტომ რომ კომპიუტერი ახლა ჩავთე. უბრალოდ მახსოვდა, მაგრამ დამავიწყდა. ვნახულობ ხოლმე სერიების სათაურს, როგორც კი წინა სერიას მოვჩები და გავთიშავ იმ წამს ვეუბნებ ხოლმე შემდეგის სათაურს. ახლა როგორც buyout, ხო? buyout. მეექვსე სერიას ქვია buyout და ვნახოთ ერთი რა იქნება. ნუ როგორც მე ვიცი, ახლა უკვე ძალიან ძესკი სერიები უნდა წამოვიდეს. უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი და ზოგადად ყველა სეზონი ეგრეა, მეორე ნახევარი უკეთესია, ვიდრე პირველი. ვერ ვიტყვი მესამესზე, იგივეს თუმცა, მაგრამ რავი. ნუ მესამეს ფილმი ბოლო ორი სერია მაგარი იყო. მაგრამ ისიც მაგარი იყო 1 minute. რეკლამა და დაიცა. ხო. მძიმე დანაშაული, მესამე არა და მეხუთე სეზონის მეექვსე სერია buyout. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ეს ხო არ დაიწყებს ეს. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. დავიჯერო ტოტს პასუხს არ მოთხოვენ, რომ რა ჯენდება ქიმი. ველოსიპედი თუ მოტოციკლი ბავშვის. ეხლა უნდა გაანადგურო, თუ რა დაშლიან просто. მისავარაუდოდ გვამსაც იმას იზავენ. გააქრობენ როგორც ვიქტორზე და იმ თავწაცლივ ტიპზე ქნეს. ნუ სერიოზულად ახლა მაიკ ტოტს რო არ მოსთხოვ არანაირი პასუხი თავის საქციელზე ცოტა გატეხავს, იმიტომ რომ რავი მაიკის ამბავი რო ვიცი ის უნდა ქნას. ნუ სავარაუდოდ ჯერ საქმე როგორც ყოველთვის შევით ხოლმე, როგორც იმაზე ქნეს გასის კამერებზე, ჩანაწერებზე, კომპიუტერზე. არა, მომენტი მართლა ძლიერია.
იმის თქმა დაგავიწყდათ, რომ ამ ნაგავს კატის ფსელი სუნი ასდის. კატი შენი. ძმაო, ხდება ხოლმე. კატი ხოდა ეგრე. შენგენაც ხოლე ჯესი. ეს ხვალ ვერ დავინახე. არ ხდება ხოლმე. შეუჩერებლად მაგაში ტერობა გააკეთე. წუხარ, მაგრამ უნდა გამეკეთებინა. მე მგონია სხვანაირად უყურებ ზოგიერთი თქვენგანი ამას. მაგრამ ეს გზა ვერ დავინახე. შენ უყურებ სხვანაირად. შეუჩერებლად ვფიქრობდი ამაზე და ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო. ძალით ნამდვილად არ მინდოდა. მოტოციკლზე იჯდა, იმის თქმა მინდა, რომ შეეძლო მიედგა და თვალის დახამხამებაში გამქრალიყო იქიდან. ვერასდროს დავიჭერდით. სასწრაფოდ მომიწია ფიქრი. საფრთხე დავინახე და გავანეიტრალე. საფრთხე? სვეტში რა ხელს გვიქნევდა. არც გონია წასვლას. გვესალმებოდა. ხო, მაგრამ რა იცი რომ არ წავიდოდა. ვიცი, ვერ მიხვდა რა დაინახა. ხო, მაგრამ არ მინდოდა გამერისკა. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ის იყო, რომ არავის არ უნდა სწოდნოდა ამის შესახებ, ხო? არავის არ უნდა სწოდნოდა, რომ საერთოდ რამე მოიპარეს. ამ ბავშვს როგორ გავუშვებდით? მან გვაიძულა მომეკლა. ეგ რომ არ გამეკეთებინა, მთელი მისია ჩავარდებოდა. ძალიან მწუხარ და მე ჩვენი თავი. მართლა ძალიან მწუხარ, მაგრამ შეცდომა დავუშვი, ბატონო ვაით. იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენი პატივისცემით გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედე, მისი მოკლა არ მინდოდა ეს უნდა დაიჯეროთ. ან ის უნდა დარჩენილიყო, ან ჩვენ და მე ჩვენი თავი ავირჩიე და მეორეჯერაც იგივეს ვიზავდი. კარგი, მისმინე. ტოდ. შეგიძლია რამდენიმე წუთით გარეთ გახვიდეთ, ჩვენ დალაპარაკება გვინდა. რა თქმა უნდა, დაილაპარაკეთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემი პრიორიტეტი ეს ბიზნესია. კარგი, გასაგებია ტოდ. მადლობა. მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო, გასაგებია? იმედია ხედავთ ამას, მოტივირებული ვარ. კავშირები მაქვს ვიზა ჩემს სადაც მოყავს ციხეში და ჩემი აზრით ძალიან გამოგვადგებიან თუ დავჭირდება. ფაქტებს? ახლა ჩემი წავიდა უკვე ბავშვს რომ ეცროლა. იმ ბავშვს რომლისთვისაც არ უნდა ეცროლა. არ არის, მაგრამ და მართალია არ ეთყობოდა რომ საერთოდ რამეს მიხვდა, მაგრამ ეს ტიპი რომ მოეყოლა შეშლილია. მოდი ფაქტებს სადმე. კარგი. იმ ფაქტზე რა სიტყვი ბავშვს რომ ეცროლა? იმ ბავშვს რომლისთვისაც არ უნდა ეცროლა. იმ ბიჭმა დაგვინახა. და მართალია არ ეთყობოდა რომ საერთოდ რამეს მიხვდა, მაგრამ ვინმესთვის რომ მოეყოლა? იქნებ სადმე ეხსენებინა საუბარში. არ ვიცით სად რას ზუსტად არ ვიცით, იმიტომ რომ რიკი ჰიტლერმა მას ესროლა. ჩვენ სამნი ამას განვიხილავდით და რამეს მოვიფიქრებდით, მაგრამ ამ გამოსირებულმა პირდაპირ გადაწყვიტა ყველაფერი ჩვენ მაგივრად. ასე ვაკეთებთ საქმეს? მისმინე, მესმის რაზეც ხარ გაბრაზებული და წეღან რა სირობას ბაზრობდა ბიძამის ზედა ციხეში რაღაც სვეტში, მადლობა. ბანძიც დაიყო, კარგი რა. კარგი. სიმართლეა ანუ მაინც შანტაჟის სპონსორი. აქვს გარკვეული კავშირები, რომლებიდანაც პრობლემას წარმოადგენს. არა, არაფერია სანერვიულო. რომ ვამოწმებდი მაშინ ამომიგდო. არც მაშინ მინერვიულია, უბრალოდ ტრაბახობს. კარგი. როგორც ვხედავ, სამი ვარიანტი გვაქვს, რომლებიდანაც არც ერთია იდეალური. ერთი. ტოდი გავათავისუფლოთ. ამ არჩევანის მომხრე არ ვარ, რადგან უკვე ბევრი რამ აქვს ნანახი ჩვენ საქმიანობაზე და ამიტომ ალბათ ჩუმად ყოფნისთვის მაგის მომხრე არც მე ვარ. და ღმერთია მოწმე, მაგ ამბავში ისედაც გაჭედილი ვარ. რჩება მესამე ვარიანტი. უტოვებთ ხელფას. მეორე. მას თავიდან ვიშორებთ. რჩება მესამე ვარიანტი. უტოვებთ ხელფას. ისევ სახლებზე კარვების დადგმით და ლაბორატორიის მოწყობით დავასაქმებთ. ახლოს გვეყოლება კონტროლის ქვეშ. მე პირადად მესამე ვარიანტი მომწონს. დაწყოთხოვში მეთანხმები ვოც. ეს ხის პიცება მაგარია. მესამეს ვირჩევ ბიჭუნა. საქმეში ხარ. ისევ. ჯესი მეორე საერთოდ სიამოვნებით, მაგრამ თქვენ სწორი გადაწყვეტილება
საქმეში ხარ. ისევ. დიდი მადლობა. თქვენ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. შემდეგში, ჩემთვის უთქმელად საქმეზე წასვლისას კიდევ წამოიღებ. მადლობა. ჯიგარი. ცოდე რომ ტრაქში გაგთხრი გვერდულად. გასაგებია? აი. ტოდი იცით ვის მაგონებს? 3 საათი და 25 წუთი. ცვლილების გარეშე. ისე რა Breaking Bad-ის პერსონაჟებია? Attack on Titan-ის რა თუ გონი? აუ, სუბობა. ჯესი იყო და პირველ სეზონში ფალკოს გავდა, ტოდი 3 საათი და 45 წუთი. ცვლილების გარეშე. გამარჯობა უფროსო, რა შვები? გასული ვიყავ, ხდება რამე? ახალი მეცხვი. არა, უბრალოდ შვილიშვილთან ატარებს დროს. რა საყვარელია? მაიკი? შვილიშვილი რო თქვა. მაიკზე ამბობენ? კი. რაღაცას ტოვებს. რა? რაღაც დატოვა. სანაგვეურნის ქვეშ დადო. ჩაიწერე დრო. უნდა შევამოწმოთ. როგორც ჩანს მიდის. გადავიღადავებ. ვინმე მოდის ასაღებად? არა, მე ვერ ხედავ. არავინაა ჰორიზონტზე. შეიძლება რამდენიმე საათის მერე აიღონ. რა ვქნათ? ვეჭველი რაღაც სატყუარო სპონჯი. ისე ახლა შევაჩინე სტივს წერულაში ისე აქვს ჩემი ბრალი არ არის მართლა რომ უბერავს. შეგეცი. რადგან აქვს საკუთის არასწორი ნომერია მითითებული გასაგებია? არ ვიცი ვინ ჯანდაბაა. პირველ რიგში იყო. პირველ რიგში ჩემი ბრალი არ არის მართლა რომ უბერავს. მაგ კადრების პრობლემაა. ჯენის გავს იმას არ ნიშნავს რომ იგივე გემო იქნება. მე პატაკი წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვეკავ რადგან აქ საბუთის არასწორი ნომერია მითითებული გასაგებია? ეს ნაბიჯი არ ვიცი ვინ ჯანდაბაა. პირველ რიგში რა გიქნათ? პირველ რიგში საოცრებავ ჩვენი საყვირები ავიღეთ. მაიონეზი არაა, კაი? იუჰუ თქო ჩავყვიეთ. რომ გავს იმას არ ნიშნავს რომ იგივე გემო იქნება. მეორე რიგში თითქოს ხონუ პროფესიონალიანად უნდა ამოიღო და წაულ ჩვენი ძმა და მეგობარი ერმენ. ეს ნაბიჯვარი გვეღადავება უკვე. რატო რა გიქნათ? რა გააკეთეთ? ჩვენი საყვირები ავიღეთ და იუჰუ თქო ჩავყვიეთ. ეს თინეიჯერები. რა უნდა გვექნა? ეს ტიპი ძალიან მოხერხებულია. ხონუ პროფესიონალებიც უშვებენ შეცდომებს. ერთხელაც ჩვენი ძმა და მეგობარი ერმენ ტრაუტი დაუშვებს შეცდომას. უბრალოდ იქ უნდა ვიყოთ, როცა ამას იზამს. ამ ლილიპუტს სიამოვნებით დავიტოვებდი სამუდამოდ. ის უბრალოდ ყველაზე ტკბილი ბავშვია. ეს თინეიჯერები. ხანდახან დახრჩობა მოგინდება. აუჩი. პლინს როგორ მიდის საქმე ხშირად იმ მანქანას? აბა რა გითხრა? ხო, ამ ლილიპუტს სიამოვნებით დავიტოვებდი სამუდამოდ. შენი მდგომარეობა უკვე ის უბრალოდ ყველაზე ტკბილი ბავშვია, რომელიც ამ ქვეყნად დაბადებულა. თერაპია როგორ მიმდინარეობს? დეივი ისე მაგრად დამეხმარა, როდესაც შენ პატარა ვერ ხედავ ხოლმე ხშირად იმ მანქანას ვერ შორდება. შენი თერაპევტი როგორაა? პიტერი. შენი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ხარ? კარგად, კარგი თერაპევტია მე. თერაპია როგორ მიმდინარეობს? მაქვს პროგრესი. მშვენიერია. დეივი ისე მაგრად დამეხმარა, როდესაც შენი პატარა არ უნდა დანებდე ძვირფასო. შენი თერაპევტი როგორაა? პიტერი. კარგად მოხდა. კარგი თერაპევტია მე მგონი.
მაქვს პროგრესი. მშვენიერია, მშვიდი. ხო ხტები უბრალოდ არ უნდა დანებდეს ვის გავიყვან და ვილაპარაკოთ ამაზე. კარგი? ვილაპარაკოთ. უბრალოდ რა მოხარი რა ხდება? რა ხდება? არა, მე უბრალოდ კარგი დამშვიდი, ყველაფერი ვიქცია. უბრალოდ მოდი ჰოლის გავიყვან და ვილაპარაკოთ ამაზე. კარგი? უსაფრთხოდ არიან, რა თქმა უნდა. ვილაპარაკოთ. ძალიან მენატრებიან. უბრალოდ მითხარი რა ხდება? მათთან ყოფნა. არ ვიცი, იქნება ის მომენტი, სადაც არა, მე უბრალოდ სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. სკაილერის ხენ გაიგებს. მაგრამ მე უბრალოდ უსაფრთხოდ იყვნენ ბავშვები. უსაფრთხოდ არიან, რა თქმა უნდა. ეს ცოტა ძალიან მენატრებია. როგორც ჩანს, ამის მერე როგორც მათთან ყოფნა უნდა გავიგებ. სკაილერს ეკვა ჰეიტებენ ასე ძალიან. არა, სკაილერ უნდა მითხრა რა შეიძლება დარჩნენ. მაგრამ მე უბრალოდ ვიცი. ხანდახან შენ არ ვიცი რა ვქნა. მე გონია რომ გრძელიან ამაქვს, მაგრამ მე რაღაც გზა არ უნდა ავირჩიო. ვერანაირად დაგეხმარები თუ არ მომიყვები რა ხდება. სკაილერ უნდა მითხრა რა შეასაქმე. კარგი. ვიცი და ბავშვების უსაფრთხოებას ხანდახან შენ ამბობდი. რისგან არიან დაუცველები? გონია რომ გრძელიან ამაქვს, მაგრამ მე ჩვენგან ვერანაირად დაგეხმარები თუ არ მომიყვები რა ხდება და რა შეასაქმე. და რატომ? ცუდი მშობლები. კარგი. ხო და ბავშვების უსაფრთხოებაზე რომ ამბობდი, რისგან არიან დაუცველები? რას გულისხმობ, მარი? არის რაღაცეები, რაც არ იცი. ვოლტისგან და ჩემგან გცოდნოდა. და რატომ? ცუდი მშობლები ხარ, დროს აღარ გამცემდი. დამიჯერი არ ხართ, საერთოდ არ ხართ, გამომცადე. მარი, სკაილერი კარგი დებია. არის რაღაცეები, რაც არ იცი. ვოლტი როგორც მამა, კარგია. რომ გცოდნოდა. ხო. შემათან თუ არა აღარასდროს აღარ გამცემდი. სკაილერ შენ თავს უნდა აპატიო ტედის ამბავი. გამომცადე. აუჩი. პატარა სულელური რომანის გამო არ უნდა იტანჯავდე თავს. კარგი. ვოლტერ, შენ თვითონ თუ არ აპირებ თქმას მე ვითქვი. მას ნუ დაადანაშაულე. სკაილერ შენ თავს უნდა ვაიძულე ესა და არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ არ შემიძლია გიყურო როგორ იტანჯავ თავს. რომანის გამო არ უნდა იტანჯავდე თავს. ძალიან ბევრი პრობლემა გქონდა ვოლტთან და ტედი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია. ვოლტერმა გითხრა, ადამიანი ხო, მას ნუ დაადანაშაულე. მე პრაქტიკულად ვაიძულე, თქვა და არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ არ შემიძლია გიყურო როგორ იტანჯავ თავს. უნდა აპატიო საკუთარ თავს, სკაილერ. ძალიან ბევრი პრობლემა გქონდა ვოლტთან და ტედი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია. შენ ხომ უბრალოდ ადამიანი ხარ, არ მოგეშვა. ჯანდაბა, მეც კი მიფიქრია, ხომ ხვდები? ანუ სერიოზულად არა, მაგრამ თავსავსებით მესმის ეს ცდონება. ხო. არ მოგეშვა? მათთვის, ვისაც იაფად ყვება უყვარს, არსებობს ხელოვნური ხიზილალა, რომელიც ერთ-ერთი ლამინარიის თავს უგრძნობს. ეს არის მიზერულია, ხოლო სურნელი და გემო კი მათთვის, ვისაც იაფად ყვება უყვარს, არსებობს ხელოვნური ხიზილალა, რომელიც ერთ-ერთი წყალმცენარისაგან, ლამინარიისაგან მზადდება. მისი ფასი მიზერულია, ხოლო სურნელი და გემო კი ნამდვილის მსგავსი. მზად ხარ გავაგრძელოთ. აღმოსავლეთით უახლესი ამბებით გიერთდებით. ეხლა ხანს შევიტყვეთ, რომ პოლიცია 4 დღე კვალის გარეშე ყოფნის შემდეგ აგრძელებს მაკინლის ოლქში დაკარგული ბიჭის ძებნას. 14 წლის დრიუ შარპი ბოლოს მშობლებმა ნახეს სამშაბათ დღეს. სამართალდამცავები აფართოვებენ ძებნას აღმოსავლეთით კრაუნ პოინტიდან ჰოსფამდე. ამას ვეღარაფერი. შარპი ბოლოს მისი მოტოციკლით ნახეს სახლის უკან. გამომძიებლები მაგრამ ჯესი. საწყალი ჯესი, ისეთები ჯესი. საბოლოოდ ამას ვეღარაფერი შეცვლის. როგორც იქნა, რაც გჭირდება ყველაფერი ბავშვის მშობლები, ვიცი, ჩვენი თავის გარდა დამიჯერებთან არ მოგვეთხოვება. ბოლო რამდენიმე ღამეა ვერ ვიძინებ ამაზე ფიქრში, მაგრამ ჯესი. ახლა საბოლოოდ დამოუკიდებლები ვართ. როგორც იქნა, რაც გჭირდება ყველაფერი გვაქვს და პასუხი ჩვენი თავის გარდა არავისთან არ მოგვეთხოვება. და ერთ ნახევარ წელიწადში, როცა ამ მეთილამის ხარშვაში გავხარჯავთ და ფულს ვიშოვით, მერე უკვე საკმაოდ დიდი დრო დაგრჩება სულიერი სიმშვიდის მოსაძებნად. მანამდე კი გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი წესებით ვმართავთ ჩვენს ბიზნესს და იმაზე ვიზრუნებთ, რომ მსგავსი რაღაცეები აღარ განმეორდეს. კარგი? მისმინე.
მე დავასრულებ დარჩენილ საქმეს. შენ სახლში ხომ არ წახვიდოდი? დარწმუნებული ხარ? სავსებით. ხო, მე მივხედავ. შეგიძლია წახვიდე. ხო. კარგი. გამარჯობა. ვოლტერ. აქ რას აკეთებ? პარტია მომაქვს, შენ თვითონ რას აკეთებ? რადგან აქ ხარ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ამბავი, მოდი შემოგვიერთდი. გაუმარჯოს. მანქანები სად გიყენიათ? სადღაც იქით. გირჩევ შენც ასე მოიქცე. კარგი. აბა რა ხდება? დილიდან მოყოლებული 3-ჯერ მოვიშორე ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის მანქანა. რა? ხო, ამ ბოლო დროს ფედერალები მithვალთვალებენ. აქაც გამოყვნენ? არა, გითხარი რომ მოვიშორეთ ხო? მე არასდროს მოვიყვანდი მეთამფეტამინის უკანონო ოპერაციების მთავარ ბაზაში პოლიციელებს, ვოლტერ. ეგ ხომ არა გონივრული იქნებოდა, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული? რადგან უკვე დიდი ხანია ამ საქმეში ვარ და ეგ თემა ძალიან მარტივი გასაკეთებელია. რამდენი ხანია რას დაგსტევენ? მას შემდეგ რაც ჩვენი სარისკო საქმე წამოვიწყეთ, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია და კონკრეტულად შენი მზეთუნახავი ქვისლი ძალიან დაინტერესებულია ჩემი ქმედებებით. და ახლა მეუბნები ამას? არ გიფიქრია რომ მნიშვნელოვან და დროულ ინფორმაციას ფლობდი? მე თვითონ ვაგვარებდი ამ ამბავს, ვოლტერ. ჩვენ ფლობთ 3085 ლიტრ მოპარულ მეთილამინს, ღმერთო. როგორ შეგიძლია ასეთი უპასუხისმგებლო იყო? დამშვიდდი, კარგი. არ მჯერა რომ დამიმალე. დაგვიმალე. იცოდი ამის შესახებ? ახლა ხარ მითხრა. დამშვიდდი, სიტუაციას ვაკონტროლებ. დიდი ბოდიში, რომ სრულ ნდობას არ გიცხადებ. ხომ იცი რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება? კი, ვიცი. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღებ. საქმიდან გავდივარ. გადაივაროს შენი საქმე. კარგი. ვწუხარ რომ მიდიხარ, მაიკ. მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ხო, არ არის. აშკარად ჯესიმ უნდა გადაივაროს შენი საქმე, მიხედოს დისტრიბუციას და ასე შემდეგ. მაიკ, ჯერა რომ ჯესის შენ საქმეს კარგად ასწავლი და ღირსეულად გადააბარე. ხო, მაგაზე უნდა გითხრა ბატონო ვაით, რომ მეც გავდივარ. რა შვები? ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება აღარ შემიძლია, ამიტომ გავდივარ საქმიდან. მეთილამინი, რომელიც ჩვენ მოვიპარეთ, რომლის გამოც კინაღამ სიცოცხლე გავიღეთ, ის მეთილამინი მოხარშვის შემდეგ $300 მილიონ მოგვიტანს და მეუბნები, რომ ამჯობინებ ამ საქმეს თავი არის და მოტივი. ჩვენ მეთამფეტამინს შორდებით და არა მეთილამინს. მე და ჯესი კუთვნილ 2/3-ს ავიღებთ და გავყიდით. როდესაც ფრინგთან ვმუშაობდი, ერთი ტიპი ვიცოდი, ვინც ახლაც იყიდის მეთილამინს. საკმარისი ფული აქვს და ძალიან მოტივირებულია.
მაიკი ფიქრობს, რომ თითო კაცი 5 მილიონს ავიღებთ. ახლა ციხეში მჯდარ ჩემ ხალხს საკუთარი წილიდან გადავუხდი, ამიტომ შეგიძლია ზედმეტ გადასახადებზე აღარ ინერვიულო. შემდეგ ჩემს გზას დავადგები, ჯესიც ანალოგიურად მოიქცევა. საიმედო გეგმაა. შეგიძლია შენც ჩვენნაირად მოიქცე. მაგარი იქნება. ან შეგიძლია შენი წილი დაიტოვო და ხარშვა განაგრძო. ამის მიყიდვას ჩემს კონკურენტებზე აპირებთ. ის ტიპი და მისი ბანდა ფინიქსში არიან. ხომ ხვდები, რომ ეს დიდი ქვეყანაა, ვოლტერ, უამრავ მეთამფეტამინზე შემჯდარ ტიპთან ერთად. ხურდებს ამჯობინებ დიდ კუშს, ჯესი? ეგრე გინდა მოიქცე. ხურდებს? რატომ? 5 მილიონი არ არის ხურდა. იმაზე ბევრი ფულია, ვიდრე ოდესმე მინახავს. და თუ ჩავეძიებით, მაშინ მითხარი, მეთამფეტამინის ბიზნესში ვართ თუ ფულის კეთების ბიზნესში. არ ვიცი რა ვთქვა. ჯესის მესმის კი. დამშვიდდი ბიჭუნი, აქ არავინაა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი. მიხარია რომ მოხვედი. ნამდვილად სურპრიზი იყო შენ რომ დამირეკე. იმედი მაქვს კარგი სურპრიზი იქნება. როგორც შევთანხმდით, აქ 3 ლიტრი მეთილამინია. წაიღეთ, შეამოწმეთ და თუ მოგეწონებათ დანარჩენ 2500 ლიტრსაც მოგაწვით. კარგი ასე იყოს. ფულზე ხომ არ გველაპარაკა? ახლა რაც მოგიტანეთ უფასოა. დანარჩენისთვის კი მთლიანობაში 9,975,000 გვინდა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ 10-მდე დაგებრგვალებინათ. რადგან ამ შემთხვევაში მე და ჩემ პარტნიორს ფულის გაყოფა გაგვიადვილდება. მაგარია. შევთანხმდით? ჯერ ბიჭებს უნდა დაველაპარაკო, მაგრამ ვფიქრობ ფულის შეკვრას შევძლებ. კარგია. მინდა გითხრა, რომ მხოლოდ იმისთვის ღირს ფულის გადახდა, რომ თქვენი ლურჯი ნარკოტიკი ბაზარს ჩამოშორდება. ლურჯი ნარკოტიკი მოშორდება ბაზარს. ასეა თუ არა? მთელი ეს დრო ვფიქრობდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ის რაოდენობაა, რაც თქვენ შემომთავაზეთ, უცნაურად მეჩვენებოდა და ახლა ვხვდები, რომ მთლიანი მეთილამინის 2/3-ია, არა? თქვენ ორს კიდევ გყავთ პარტნიორი, რომელზეც არაფერი გითქვამთ. ეს მესამე პირი არ შეგიქმნის პრობლემას. მისი ტერიტორია შენსაზე გავლენას არ ახდენს. იცი ეგრე არ გამოვა, მე ამას შესანახად კი არა, გამოსაყენებლად ვყიდულობ. ბაზარი უნდა გავაფართოვო, მაიკ. არ ვიცი, რა გითხრა. მითხარი, რომ ფრინგის ლურჯი ქუჩას მოშორდება. კარგი? მაშინ ახალი შემოთავაზება მაქვს. ლიტრში 5,000 გადაგიხდი, მაგრამ მთლიანად უნდა მომიტანო. ერთი წვეთიც არ უნდა აკლდეს. ჩემი არ არის რომ გავყიდო დეკლან. მაშინ ვერ შემთანხმდებით, მაიკ. ვოლტმა უნდა მიიღოს განაცხადება. არა, ნუ კი. ვოლტს ჯესის, გონი. ნუ ვოლტმა უნდა გაუგოს ჯესის. ძალიან ბევრი რამ გამოიგონდა. დიახ. კი. გონი. არ ვიცი. აქ მოდი ჩემთან, სახლში. სახლში. ხო, სერიოზულად.
გამარჯობა, ნამდვილად არ აუშავს? სახლში არ არის, საერთოდ არავინ არაა სახლში. მოკლედ რაღაც მოხდა და მაიქს უნდოდა რომ აგრესიული სახით მოსულიყო შენთან, მაგრამ მივხვდი რომ აჯობებდა მე მოვსულიყავი. ის ტიპები არ ყიდულობენ ჩემ და მაიკის წილს, თუ შენს წილსაც არ მიიღებენ. რაც გვაქვს ყველაფერი უნდათ. შანსი არ არის. ვიცოდი რომ ასე იტყოდი და ვფიქრობ რომ რაღაც მხრივ მაგაში აზრი დევს. მართლა? მისმინე მას შემდეგ რაც ეს საქმე დაიწყეს საერთოდ გიოცნებია 5 მილიონზე? ზუსტად ვიცი რომ არა. ზუსტად ვიცი რომ 727,000 დოლარი გჭირდებოდა რადგან ყველაფერი მათემატიკურად გამოიყენა. ყოველთვის ამის თუ მეთილამინის გაყიდვა იმას ნიშნავს რომ აღარავინ მოკვდება, მაშინ მე უეჭველად ამ გზას ვირჩევ და ჩვენ ხვალვე შეგვიძლია ამის გაკეთება. ოჯახთან ერთად დროს გაატარებ და მათ უსაფრთხოებაზე აღარ ინერვიულებ ან იმაზე რომ გაიგებენ სინამდვილეში რას აკეთებ. ყოველთვის ამისთვის არ იბრძოდი, ამდენი იმისთვის არ მიჩრომია რომ ყველაფერი მიზერულ ფასში გავყიდო. ეს არ არის მიზერული თანხა. არის, ჯესი. ჩვენ ამ საქმისთვის პირდაპირ გაგებით ვიწვალეთ და სისხლი დავღვარეთ. ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ მოვისროლო ეს ყველაფერი. თან მით უმეტეს, როცა არაფერს ვიღებ სანაცვლოდ. აღარ ვიცი როგორ აგიხსნა ბატონო ვაით. რომ 5 მილიონი არ არის არაფერი. ჯესი, როდესმე გაგიგია კომპანია რუხი მატერია? არა. მე და ჩემმა მეგობრებმა დამამთავრებელ კლასში ყოფნისას დავაარსეთ. სინამდვილეში ეგ სახელი მე დავარქვი, იმიტომ რომ ძალიან პატარა კომპანია იყო, რა თქმა უნდა, რაღაცებს ვაკეთებდით, მაგრამ გასაოცარს არაფერს. ჩვენ ვიცოდით პოტენციალის შესახებ. ვაპირებდით მსოფლიოს დაპყრობას. შემდეგ ჩვენ სამს შორის რაღაც მოხდა. დეტალებზე არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ საბოლოოდ პირადი მიზეზის გამო გადავწყვიტე რომ კომპანიიდან წამოსულიყავი და ჩემი კუთვნილი წილი კი ჩემ ორ პარტნიორს მივყიდე. მილიარდი რაშიც 2,500,000 დოლარი. ამ დროს ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ამ დროს, არა, იმ დროს, ჯესი. გინდა გამოიცნო კომპანიის საბაზრო ღირებულება? მილიონები? მილიარდები. 2,16 მილიარდი გასულ პარასკევს. ყოველ კვირას ვამოწმებ. მე კიდევ ჩემი წილი, ჩემი პოტენციალი 5,000 დოლარად გავყიდე. ნუ გასაგებია რა. ჩემი ბავშვების კეთილდღეობა რამდენიმე თვის კირაზე გავცვა. მე ეს არ არის იგივე. ჯესი, შენ მკითხე თუ რომელ ბიზნესში ვიყავი? მეთის თუ ფულის? არც ერთში. მე იმპერიის ბიზნესში ვარ. არ ვიცი ბატონო ვაით, იქნება კი მეთის იმპერია ის, რითიც შეგიძლია იამაყო. ეს ჩემი ცოცხალი სკაილერი. გამარჯობა. სკაილერ, ჯესი ხომ გახსოვს? ჯესი, ეს ჩემი ცოლია სკაილერი. გამარჯობა ქალბატონო ვაით. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ძალიან კარგი სახლი გაქვთ. უკვე მივდიოდი. მოდი ვახშამზე დარჩი. არა ბატონო ვაით, წავალ. დარჩი. კარგი რა. გავერთობით. სკაილერ, განსაკუთრებული არაფერი გვაქვს დაგეგმილი, არა? ახლა რომ მირისთან ერთად. ხო? კაი. რა თქმა უნდა. რატომაც არა? შენი ხედავ. ვაუ, ვოლტ. შესანიშნავი მწვავეობაა ქალბატონო ვაით. ჩემი კარი. დედა ჩემი ყოველთვის სასე ამზადებდა. და ლიმონით გაურიეთ. აუ, სასაცილოა სატირებია სიტუაცია არის. შესანიშნავი მწვავეობაა ქალბატონო ვაით. მაგარია ნუშის რომ დაამატეთ. დედა ჩემი
ყოველთვის სასე ამზადებდა. მაშინ ყოჩაღ და ლიმონი გივაჭიათ. გაურიათ ხო? საკაიფო მზა არჩევანია. პროდუქტია. ალბერტსონი. ველა. მაშინ ყოჩაღ, კარგად გივაჭიათ. რადგან საკაიფო არჩევანია. მე ძალიან ბევრ გაყინულ საჭმელს ვშამ. და უმეტესად არაფრად ვარგა. არადა სურათებზე საოცრებები ხდება, ხო ხდები? აი, ვგიჟდები ამ ლაზანიაზე, შემდეგ იყიდი და ყველაფერი ისეთი მუნიანია, გეგონება ჭრილობას. ძალიან ბევრ გაყინულ საჭმელს ვშამ. სერიოზულად მაინტერესებს. და უმეტესად არაფრად ვარგა. არადა სურათებზე საოცრებები ხდება, ხო ხდები? აი, ვგიჟდები ამ ლაზანიაზე, შემდეგ იყიდი და ყველაფერი ისეთი მუნიანია, გეგონება ჭრილობას ჭამდე. სერიოზულად მაინტერესებს, რაშია საქმე? ხო, საწავიდა ის დრო, როცა რეკლამებში სიმართლეს ამბობდნენ. ხო ხდები რას ვამბობ? ხო, აბა, როგორ არის ბიზნესი? სამრეცხაო. ბატონი ვაითი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მითხრა, რომ შესანიშნავი მენეჯერი ხარ. ხო, ცუდადაა საქმე. ხო, ასე. ხო, აბა, რაღაც როგორ არის ბიზნესი? მექანიზმივით. რა? სამრეცხაო. ბატონი ვაითი ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა. მითხრა, რომ შესანიშნავი მენეჯერი ხარ. და რა გითხრა კიდევ ჩემზე? ხო, ესა. ხო, ასე რაღაც ყველაფერი კარგი, რაღაც მექანიზმივით კარგი კი. მუშაობთ. ჩვენ უბრალოდ ყველაფერზე არ ვლაპარაკობთ. პირადზე. და რა გითხრა კიდევ ჩემზე? ხო, ესა. სუთხარი რომ გიღალატე. ყველაფერი კარგი კი. ჩვენ უბრალოდ ყველაფერზე არ ვლაპარაკობთ. პირადზე არ ვლაპარაკობთ. და ისიც სუთხარი რომ გიღალატე. მე ალბათ ჯობია წავიდე. ეგა თქოს. მე ალბათ ჯობია წავიდე. ჩემი შვილები სახლში არ არიან. მადლობა ღმერთს. ვიცოდი რომ პროდუქტები წავიდა და რა თქმა უნდა სკაინერ. ჩემს ქვისლთან რჩებიან. მან ჩემი შვილები გაყარა სახლიდან. ჩემი შვილები სახლში არ არიან. მადლობა ღმერთს. არა იმას გულისხმობ რომ მარწმუნებს ითვლის. როდესაც ჩემს ქვისლთან რჩებიან. მან ჩემი შვილები გაყარა სახლიდან. საკუთარი ცოლი ჩემს სიკვდილს ელოდება. მითხრა რომ დღეებს ითვლის. ერთადერთი რაც დამრჩა სწორედ ეს, როდესაც ჩემი კიბო დაბრუნდება. ეს დამრჩა. საკუთარი ცოლი ჩემს სიკვდილს ელოდება. და შენ გინდა რომ ხელიდან გამო. ერთადერთი რაც დამრჩა სწორედ ეს ბიზნესია. ეს დამრჩა. და შენ გინდა რომ ხელიდან გამომგიჯო. ნუ იქა ვოლტი დაინახოს. ვიფიქრე რომ რაღაც სისულელეს გააკეთებდი. ანუ რატომაც არა. ისმინე მაიკ. მოლაპარაკებას სავარაუდოდ შეძლებს. ვოლტი საკმაოდ ჭირი. არ გონია რომ ოთახში შემოყვე. საკმაოდ თხოვნა არ არის. ვიფიქრე რომ რაღაც სისულელეს გააკეთებდი. მისმინე მაიკ, ნუ შეწუხდები ვოლტერ, ოთახში შემომყევი. არ მგონია რომ ოთახში შემოყვე. ეს თხოვნა არ არის. შეგიძლია მოეწყო. ხვალ შეთანხმება მიიღწევა და ამის შესაჩერებლად ვერაფერს იზავ. გაიგე? ესე იგი არა უშავს რომ ჩემს წილს იპარავ და ახლა დარჩენილ ღამეს ერთად გავატარეთ, თითქოს ჩემი დაბადების დღე იყოს. მაიკ, როცა ყველაფერი დასრულდება, გპირდები რომ შენს ფულს მოგცემ. მომეცი საშუალება რომ მოვხარშო, შენ 5 მილიონს გავაორმაგებ და შემდეგ შეძლებ საქმიდან გასვლას.
იცი არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ესე ძალიან ეცდებოდა 5 მილიონისგან თავის დაღწევას. მაიკ მომისმინე, არა ვოლტერ, საერთოდ არ მაქვს სურვილი მოგისმინო. ახლა მიდი და დაჯექი. კარგი ვოლტერ. ცოტა გადატვირთული გრაფიკი მაქვს. სანამ ჩვენ საქმეზე წავიდოდე, სადღაც ვარ გასასვლელი და რაღაც მიზეზის გამო ვერ დაგტოვებ მარტო მეთილამინთან ერთად. უნდა დაგაბა. მეხუმრები? ადექი გთხოვ. ადექი. ადექი შემოbrunდი. შემოbrunდი ხელები აწიე. ხმერთო. დაჯექი. დაჯექი. კლავი მომეცი. ბოდიში. ახლა რო რაღაცა იპოვოს ის გაითავისუფლებს თავს. ეგრე? მე ცოტა ხანი დავრევოდებოდი მაიკის წასვლას. როცა ეს უნდა რა იყო? Auci, queria ser deteus. კარგი აბარაშია სა. ბატონებო ჩემი ხელი გაიწვა. მაგარი ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია ბატონი ერმან ტრაუძე ახორციელებს სასტიკ ულმობელ უსაფრთხო. კარგი აბარაშია საქმე. ბატონებო, აქ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ თქვენი უკანონოდ შევიწროებული ჩემი კლიენტის მდგომარეობა. შეგიძლიათ მოიკატუნოთ თავი მაგარი იქნება, მაგრამ ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია ბატონი ერმან ტრაუძე ახორციელებს სასტიკ ულმობელ უსაფრთხო გაუტარებია ისე რომ თქვენ სადღაც ბუჩქებიდან დურბინდით აზე არ ვარ აზე ლაპარაკობს. არ ვიცი.
შეგიძლიათ მოიკატუნოთ თავები პაწუკელებო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღე და ღამე ჩემს კლიენტს დასდევთ. საწყალ კაცს საკუთარ შვილიშვილთან ცოტა ხანიც კი ვერ გაუტარებია, ისე რომ თქვენ სადღაც ბუჩქებიდან დურბინდით არ აკვირდებოდეთ. ასე მოქცევა შემაწუხებელია. ამის გარდა მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. ჩემი აზრით, შენი კლიენტი ჯანმრთელად გამოიყურება. ზოგი ჭრილობა მხოლოდ შიგნიდან ჩანს. მოკლედ, ბიჭებო, ამ დევნების ორდერი არ გაქვთ არა? თეორიულად ეს დევნები, როგორც ამას შენ ეძახი, კანონის სრული დაცვით ხდება. თეორიულად ჩვენ არ გვჭირდება ორდერი, რომ ვინმე საზოგადოებრივ ადგილზე ვადევნოთ თვალი. თეორიულად მართალია, მაგრამ ეს ღია შეუზღუდავი თვალთვალი შეიძლება სექსუალურ თვალთვალად ჩავთვალოთ, რაც კანონით აკრძალულია. ნამდვილად არ ვიცი ჩემს კლიენტში რამ დაგაინტერესა და არც ვაპირებთ თქვენს განსჯას, მაგრამ სამწუხაროდ მას არ აინტერესებთ. ამიტომ ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რაც ბატონ ერმან ტრაუტთან თქვენს სიახლოვეს შეზღუდავს. ხო ხდებით, რაზეც მაქვს საუბარი? იქნებ კარგად გააანალიზოთ ეს ყველაფერი, ბატონებო. სად იშოვე იურისტის ხარისხი გუდმან? იგივე კოლეჯში, სადაც ეგ კოსტიუმი? იცი ვის მოსწონს ეს კოსტიუმი? მოსამართლე პაპადუმიას. ფიქრობს, რომ მოდურად მაცვია და იცით რა არ უყვარს მოსამართლე პაპადუმიას? პოლიციის მხრიდან ხანში შესული მოქალაქეების დაჩაგვრა. ბოდიში, შერიფისგან ვიზიტს ელოდეთ. აგენტებო, თქვენ ექს პარტეს 1 საათში მიიღებთ. წავედით. მიკარებასთან დაკავშირებით აკრძალვა დიდი ხანია არ გასტანს და ეს გუდმანმა რომელი მოსამართლე განიხილავს ასეთ საკითხს? პაპადუმიანი ძმაო, ის ჰოშიმინივითაა. ახლა რა ვქნათ? დიდი არჩევანი არ გვაქვს, ცოტა ხნით უნდა შევეშვათ. ახლოს მიკარებასთან დაკავშირებით აკრძალვა დიდი ხანია არ გასტანს და ეს გუდმანმა კარგად იცის. არ ვიცი რა თამაშს თამაშობენ, მაგრამ თუ ერმან ტრაუს ბრძოლას სურს, ის ამას მიიღებს. ძალიან დიდი რისკი იყო. გაამართლა. დიდი ხნით არა. მართალს ამბობს იმ აკრძალვაზე. დიდი ხანი ვერ გასტანს, მით უმეტეს როცა შეიდერს ისედაც ამდღარი ჰქონდა შენზე. ახლა ბიძია მილთის ზომაზე აუდგა, ამიტომ კარგად გართობას გისურვებ. დრო რამდენი მაქვს? ალბათ 24 საათი. საკმარისია. ჯობს ასე იყოს. რაც არ უნდა გქონდეთ დაგეგმილი, ახლა ვიქენი, სანამ კიდევ გაქვს შანსი. სად არის? მაიკ, გზიდან ჩამომეცალე. შენ კიდე დაჯექი. მაიკ, გაჩერდი. ბატონ ვაიტს რაღაც იდეა აქვს. სამამდე ვითვლი. მაიკ, სერიოზულად გეუბნები, მაგარ შეთანხმებას მივახცევთ. ჩვენს 5-5-ს ისევ დაგვირიგებს. მეთილამის აიღებს, უბრალოდ მოусმინე, კარგი? აჰა. მართალია, ვოლტერ. გახმოვანებულია აჭარა არა, ნეტვორკის. სერია არ დამთავროთ. ყველა გავიმარჯვებთ. შემიგე, სერია არ დამთავროთ. კიდე, არის. ესე იგი, მძიმე დანაშაული მეხუთე სეზონის მეექვსე სერია Buyout. კიდევ ერთი მაგარი სერია. არა, მეხუთე სეზონი ძალიან მაგარია. განსაკუთრებით თუ როცა ვიცი რომ მეორე ნახევარი სეზონის უფრო მაგარი იქნება. ესე იგი, ყველაფერი, არ ვიცი, ეს სერია ამ სერიას დავახასიათებდი როგორც არეულობას. ჯესიმ წასვლა მოინდომა, მათ წასვლა მოინდომა, მე ახალი საქმით დაკავდნენ, ახლა ვოლტი და არ ვიცი, ვნახოთ რას გააკეთებენ. მაგრამ აი ის სცენა მახშინის ვოლტის ჯესის და სკაილერის არ ვიცი რა. სკაილერი თუ კიდე დაელაპარაკა ვოლტის მაგაზე. არ ვიცი. ხო, გასვლა მომიწია ბოლოში, არ მიექცევთ ყურადღება, ეს სცენა იყო მაგარი. კრინჯი, ცოტა
უცნაური, რა ვიცი, კაი ხანია ლოცდას ჯესის და სკაილერის ერთადერთ ხელ ქონდათ კონტაქტი პირველი სეზონის მეორე სერიისში, პირველი სეზონის მეორე სერიის, მე ერთმანეთი არც უნახავთ თვალით. დაახმოჯეს, ოჩიმი. როცა მითხარ სახში მოდი აი წამსვე მივხვდი რომ სკაილერი მოსწრებდა და ოჩიმი. კაი. ნუ ეს მერის და სკაილერის ამბავი ხო, გასაგებია. საინტერესოდ მიდის რა ეს სიტუაცია. ცალკე დიეში ჰენკი და სტივი ცდილობენ გამოიწვიონ. პარალელურად ვოლტი, ჯესი და მაიკი რაღაცებს შარჩობენ. სკაილერი და მერი იქით ნუ დასოლიც კიდე ჩარო. მე მგონი ყველა პერსონაჟი, აი მეხუთე სეზონში მართლა ყველა პერსონაჟი თავის პრაიმში იქნება. ჰენკიც თითქმის ბოლომდე გამოჯამრთელდა უკვე თუ ბოლომდე არა კიდე. ძალიან მაგარია. მაგრამ სერია მართლა მაგარი იყო. ნახოთ ახლა ვოლტი რას მოიფიქრებს. ნუ ისიც კაი იყო ისე რუხი მატერიის კომპანიას რომ მიუბრუნდა ვოლტი რომ გაიხსენა. აიქო. ფაქტობრივად პირველ სეზონს ვიხსენებდით ამ სერიაში. ჯესის და სკაილერის მომენტები, გრეჩინის და ელიოტის კომპანიის ამბავი. აიქო, კაი. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი თუ გამოწერილი არ გაქვთ, დაგავთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. ნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.